ეს არის გიორგი მამარდაშვილის ესპანეთთან თამაშის მოკლე მიმოხილვა. წარმოიდგინეთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოა ესპანეთთან. საქართველო კი, აგებს 2-0. მაგრამ, იცით, ანგარიში შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო. და მთავარი მიზეზი მეკარე გიორგი მამარდაშვილი. აი, მის თამაშზე ლაპარაკობდა ყველა იმ დღეს. კაი, მოდი ვნახოთ კონკრეტულად რა მომენტები იყო დასამახსოვრებელი ამ თამაშში. ხო, იყო ეგ მომენტი პირველ ტაიმში, როცა, წესი დაარღვია ფერან ტორესზე და პენალტი აიკიდა. ცუდია, მაგრამ ნახეთ მერე რა ქნა, გიორგიმ თვითონვე გამოასწორა ყველაფერი, აი იმენა საოცარი ნახტომით აუღო ტორეს 11 მეტრიანი. და ანგარიშიც 1-0 დარჩა იმ მომენტში, იმედი შეგვინარჩუნა. ესპანელები ხო აწვებოდნენ შეუჩერებლად, დაცვას უჭირდა ძალიან და მამარდაშვილი პროსტა კედელივით იდგა. რამდენი რთული ბურთი მოიგერია, არ დაითვლება. განსაკუთრებით ის ოიარსაბარის დარტყმა იყო მართლა სახიფათო. ხო და მისმა სეივებმა გადაგვარჩინა რა, თორე ანგარიში იქნებოდა კატასტროფა. კი ბატონო, 2 გოლი გაუშვით, მაგრამ მოდი ვიყოთ გულახდილები, არც ერთი არ ყოფილა პირდაპირ მამარდაშვილის ბრალი. პროსტა ამ თამაშით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის მეკარე არა. მის გარეშე მართლა საერთოდ სხვა თამაში იქნებოდა. მოკლედ რა, ამ რთულ მატჩში მამარდაშვილმა თავისი კლასი დაადასტურა და წაგების მიუხედავად, ნახდათ მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.